როგორც ჩანს, შეკითხვები არ არის. რადგან შეკითხვები არ არის, ინტერესიც არ არის. ხომართალი. თუ ინტერესი არ არის, პასუხებს რა აზრი აქვს? ამიტომ მოდი დღეს ამითი დავამთავროთ, თავდგეთ ვილოცოთ. დავამთავროთ? არა. მაშინ არ დავამთავროთ. მოდი ერთი რამ მინდა გთხოვოთ, ესე იგი. სანამ დავიწყებთ საქმეზე საუბარს, მინდა თქვა, რომ ორი კლასი ყავს სტუმრად, ხო? ერთი კერძნისის სკოლის, ეს ბავშვები არიან მე-6 კლასი და მე-8 სკოლის, ხო? სად არიან მე-8 სკოლის? ძალიან კარგი, აქ იქ დამსხდარ ხართ. მე-8 სკოლის, ორივე მე-6 კლასი. ყველაზე დიდები რამხელები არიან, აი მაგალითად მე-11, მე-12 კლასელები თუ არიან. იო, მე-11, მე-12-ებიც ყავს? მე-12-ები? მე-11-ები. პირველ კლასელები თუ ყავს, ეხლა რომ მივიდნენ, დღეს რომ მივიდნენ სკოლაში. აბა რამდენი ყავს? აი 1, 2, კიდევ 3. ისიც ბოლოში ხეს იწევს? 4. კიდევ მეტი არა, 4 პირველ კლასელი ყავს. ეხლა მე მაინტერესებს, აი მე-11 კლასელები. რას ეტყოდით პირველ კლასელებს, ეხლა მისულებს? რას ურჩევდით? ნუცა, წადი აბა მე-11 კლასელებთან გზავნე. რას ურჩევდით? მაინტერესებს, გაბედულად რო გითხრათ. პირველ კლასელებს რას ურჩევთ? აი ესენი გისმენენ ახლა. თქვენი ამათთვის თქვენ ხართ ძალიან დიდები. შეიძლება თქვენი მშობლებისთვის ისევ პატარები ხართ. შეიძლება მშობელი ამბობს, ჩემი ბავშვიო და ის ბავშვი 40 წლისაა, მაგრამ ახლა ამათთვის თქვენ ძალიან დიდები ხართ. რამეს ურჩევდით? გერიდებათ? პირველ კლასელებო, თქვენ რას ურჩევდით მე-11 კლასელებს? დავით, რას ურჩევდით მე-11 კლასელებს? აი უკვე ისინი ხო დიდები არიან, რას ურჩევდით? არაფერს. აბა, შენ ურჩევდი? ვის, პირველ კლასელებს თუ მე-11? მე-11, რადგან ხშირად ხდება ხოლმე, რომ მოდიან სკოლიდან ისა ტელეფონში არიან ხოლმე და რა ვიცი, ზოგი უფრო მალე სწავლობს და ყვეთილებს, ზოგი უფრო ტელეფონში ზის ხოლმე. და რას ურჩევდი? ეგ ფაქტია, რომ ეგრეა და შენ რას ურჩევდი? პირველ კლასელები ან მეორე კლასელები არ გაფრაზო. აი აბრაზებენ, რჩევას რო არ აძლევ, აბა შენ რას ურჩევდი? მას ჩვენზე ოთხში შუაში კედლები არის და სუდაბღარნი და იმას ურჩევდი, რომ არ დააბღარნო კედლები. ძალიან კარგი. ეგ ეთყობა დიდი ხნის წინ დავღაჯნეს, თორე ახლა მე-11 კლასელი ხო აღარ იზავდა მაგას. წესით ხო აღარ უნდა ქნას, მე-11 კლასელი უკვე შეგნებული ადამიანია და ეგეთი რამე არ უნდა გააკეთოს, ხო მართალია? აბა? აი ერთხელ მე-11 კლასელმა რავი, მე და ჩემი დაქავს ყურში ჩაყირა და რა ვიცი, არ ასწავლია მას. ეთყობა არ გეყურებოდათ. ხმადაბლა გითხრათ და ვერ გაგაგონათ და. ხდება ყველაფერი რა უყოთ. ბავშვებო, ერთი რამ მინდა რომ გთხოვოთ. ნუ კი მოდი ერთ წუთი. აი ეს თანთლები მინდა რომ ბავშვებს დაურიგოთ. ჩამოატარე და ყველა სათითაო სანთელი რომ ისწე ბავშვებს.
ეგ ცოტა ხანია საქენი დროს წაიღებს. თავიდან ეს სანთელი რომ ავანთე უფრო დიდი იქნებოდა თუ უფრო პატარა? უფრო დიდი იქნებოდა. ჯერ დიდი იქნებოდა, მერე ნელ-ნელა დაიხარჯა, ხო მართალი? აი შეხედეთ. ახლა თქვენ მიხვედით სკოლაში. ზოგი პირველ კლასში მივიდა, ზოგი უკვე მეორე, მესამე, აი ზოგი მე-11-ში ვარო, ხო თქვენ? ის რასაც ბავშვებო, ის რასაც თქვენ ისწავლით, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი იცი რა არის? რასაც ისწავლით, რაში გამოიყენებთ. მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ადამიანმა რაღაც იცოდეს სხვაზე მეტი, მაგრამ სასიკეთოდ ვერ იყენებდეს. ყველაფერი, რასაც შეისწავლი, თუ გამოიყენებ მეორე ადამიანის გასახარებლად, მის სასარგებლოდ, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი დააზიანო, მაგრამ თუ მარტო შენი თავისთვის გამოიყენებ, ახლა წარმოედგინეთ, ამ სანთელს რო ეთქვა, რომ მეო არ ამანთოთ, იმიტომ რომ მე დავიხარჯებიო. გესმით, ანუ მე არ მინდა რომ ჩემი თავი გავიღო. ეს შეიძლება ახლა სხვას უნათებს და ათბობს, მაგრამ რომ ეთქვა, რომ აი რომ განვასულიეროთ, ახლა ადამიანს რო შევადაოთ, რომ ეთქვა, რომ მე არ მინდა რომ ამანთოთ, იმიტომ რომ მე ამითი დავიხარჯები და იმხელა აღარ ვიქნები, რამდენიც წეღან ვიყავ, ხო მართა? მაშინ რა იქნებოდა? ეს ხო ვერავის ვერ გაუნათებდა, ვერავის ვერ გაათბობდა. ისე რომ განათლება მარტო ის კი არ არის, რომ ბევრი რომ იცი ადამიანი. თქვენ წარმოიდგინეთ, ეშმაკმა ძალიან ბევრი რამე იცის. მაგრამ ეშმაკი ადამიანისთვის სასიკეთოდ არასოდეს არაფერს გააკეთებს. პირიქით, ყველანაირად ცდილობს, რომ დაუპოს ადამიანი. ადამიანმა შეიძლება ცოტა იცოდეს, მაგრამ ის ცოტა ჩააყენოს ადამიანის სამსახურში, თავისი სამშობლოს სამსახურში, ჩააყენოს ყველა იმ საქმეში, რითაც ღმერთი განდიდდება და რითაც ადამიანი სარგებელს მიიღებს. მაგრამ შეიძლება ადამიანმა ბევრი იცოდეს და ის ამას არ აკეთებდეს. პირიქით, ისეთ რამეს აკეთებდეს, რაც ადამიანებს დააზიანებს. და ეგეთ ადამიანს განათლებული არ ქვია. ნასწავლი კი ბატონო ქვია, მაგრამ ნასწავლი სხვა რამეა და განათლებული სხვა რამეა. თქვენ იმისათვის უნდა ისწავლოთ, რომ განათლება შეიძინოთ. განათლება რა არის? აი როგორი ადამიანია განათლებული. განათლებულია ადამიანი, ძალიან მოკლედ რო ვთქვა და ადვილად გასაგებად. განათლებულია ადამიანი, რომელიც ბევრი იცის თუ ცოტა იცის, ამას იყენებს სხვა ადამიანის სასიკეთოდ. ნასწავლია ადამიანი, ვინც ბევრი იცის, მაგრამ განათლებულია, ვინც თავის ცოდნას სასიკეთო საქმეს მოახმარს. თუ სასიკეთო საქმე არ გამოდის ჩვენგან, მაშინ იმ ცოდნას უკვე ფასი ეკარგება. პირიქით, ზოგ შემთხვევაში ჯობია ადამიანმა არც კი იცოდეს რაღაც, თუ ის საბოროტოდ გამოიყენებს. მაგალითად, აი ადამიანს შეიძლება ასწავლო როგორ იხმაროს ჩაქუჩი. ამ ჩაქუჩით შეიძლება მან ლურსმანი დააჭედოს, ვიღაცისთვის პოლი დააგოს, იატაკი დააგოს, ხო? ვიღაცას სახლი აუშენოს, მაგრამ შეიძლება ვიღაცას ბოთლები დაუმტრიოს ამ ჩაქუჩით, სარკმელი ჩაუმცხრიოს, ხო მართალია? გააჩნია რაში გამოიყენებს. ეხლა მაგალითად, ერთმაც, რომელმაც იატაკი დააგო და მეორემ, რომელმაც ფანჯრები ჩაამცხრია, ორივე მიცის ჩაქუჩის ხმარება. მაგრამ რომელს დაარქმევდით განათლებულს? ვინც იატაკი დააგო, ანუ ვინც სხვას ემსახურა, გესმით რაზეა ლაპარაკი. მაგალითად, ორმა ადამიანმა იცის წერა. ერთი წერს ისეთ წერილს ადამიანს, რომლითაც ის ანუგეშებს. აი დაუშვათ წუხარი ადამიანს წერს და რაღაცით ამხნევებს, იმედს ჩაუსახავს და ასე შემდეგ. მეორემ შეიძლება რაღაცა მზაკრული წერილი დაწეროს, იმისთვის რომ ადამიანებს შორის შუღლი ჩამოაგდოს, ადამიანები გაამწაროს,
ადამიანებს ესე იგი სამაგიერო გადაუხადოს. წერა ორივემ კი იცის, ასოების ორივე გამოიყვანს, მაგრამ განათლებულია ის, ვინც სხვას არ ავნებს. შეიძლება ორივე ნასწავლია, მაგრამ ამ ორ ნასწავლს შორის განათლებული ის არის, ვინც სხვას ისე მოექცევა, როგორც თვითონ უნდა რომ სხვა ექცეოდეს. ეგ არის განათლებული ადამიანი. ამიტომ აი თქვენ როდესაც ამა თუ იმ საგანს დაეუფლებით, თავარი ის კი არ არის იმ საგანში რა ნიშანი გეწერებათ. თავარი ის არის რომ ის საგანი რაც თქვენ შეიმეცნეთ, რაში გამოგადგება ცხოვრებაში. და თუ შეძლებთ რომ ესა თუ ის საგანი თქვენს მიერ ათვისებული სასიკეთო საქმეში ჩააყენეთ თქვენ, ესე იგი თქვენ მართლაც განათლებული ყოფილხართ. და თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ ჯობდა ის საგანი არ შეგესწავლა საერთოდ. თუმცა იგი მას არ ნიშნავს რომ არ ისწავლო. თქვენი საქმე უნდა შეიმეცნოთ. უნდა საფუძვლიანად ისწავლოთ რაღაც. და იცი რა უნდა ისწავლოთ? რაც თქვენ გიყვართ. ეხლა მაგალითად ამას უფრო პატარებისთვის არ ვამბობ. აი დიდებისთვის ვამბობ, აი მე-11 კლასელები, მე-10, შეიძლება მე-12-იც ვიღაცა იყოს. იმ სპეციალობას უნდა დაეუფლოთ, რაც თქვენ გიყვართ. იცი რატომ? თუ დაუშვათ ისეთ რამეს დაეუფლებით, ისეთ მასე ჩააბარებთ ფაკულტეტზე, რაც თქვენ არ გიყვართ და ისეთი საქმე გექნებათ გასაკეთებელი, რაც თქვენ არ გიყვართ, ეს უბრალოდ თქვენთვის იქნება აი გასაძლები იქნება, უნდა გაუძლოთ დილიდან საღამომდე რომ მიხვიდე და იშრომ. აი დღეს მეუფე ანდრია ეუბნეოდა უფროს კლასელებს ესაუბრებოდა. ეს იქნება თქვენთვის როგორც სასჯელი, რომ მოგისაჯეს რაღაც. მაგრამ თუ თქვენ ისეთ რამეს აირჩევთ, რაც გიყვართ, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ეგრეთ წოდებული მოდური არ იყოს. აი დღეს დავუშვათ რაღაცა საქმიანობა უფრო მეტად არის მოდური. და შენ აირჩიო ეს, იმიტომ რომ ყველა ამაზე აბარებს, დღეს ამას უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ეს საქმე შენ არ გიყვარდეს. და იმ საქმეს, რომელიც არ გიყვარს, შენ შემოქმედებითად ვერ მიუდგებ. ანუ ვერ განვითარდები. გესმით? და ნახეთ სოლომონ ბრძენი როგორ ამას ამბობს. თავისი საქმის ოსტატი არ დადგება ბრიყვი ხალხის წინაშე, არამედ დადგება მეფეთა წინაშე. ეგ იცი რას ნიშნავს? სიტყვაზე ვამბობ, აი წეგან აჰა ჩაქუჩის ხმარებას რო ვამბობდი. შეიძლება ვიღაცამ ჩაქუჩის ხმარება ძალიან კარგად იცის. და არ არის სულაც არც მინისტრი, არც რაღაცა დიდი თანამდებობის პირი, მაგრამ ის რომ შენი საქმე კარგად იცი, შენ შესახებ ინფორმაცია გავრცელდება და მეფესაც ზუსტად ეგეთი უნდა, რომ ეგეთმა კაცმა გაუკეთოს საქმე, გესმით? ყველას ისეთი უნდა, ვინც კარგად იცის თავის საქმე. შენ რასაც არ უნდა აკეთებდე, შენი საქმე თუ საფუძვლიანად შეისწავლე, შენ ყოველთვის დაფასებული იქნებ. რასაც არ უნდა აკეთებდე, სასიკეთო საქმეს გულისხმობ, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიო და ოღონდ ერთი რამე არის, ყველა საქმეს, ყველა პროფესიას აქვს თავისი სირთულეები. როდესაც ამ სირთულეს შეეჯახები, შენ არ უნდა თქვა, რომ მოდი მე ეს საქმე აღარ მომწონს. თავიდან ყველაფერს ენთუზიაზმი აქვს, აი ძალიან გიხარია, მოდი მე ამას გავაკეთებ, მთელი გულით ჩაერთობი. მე არის რაღაცა შუა წელი, აი ესეთი, სადაც დაუშვათ აი თავიდან ესეთია, ოდნავ მაღალია. მე არის რაღაცა და არის აი აქ რთულდება შუა წელში. აი ამას უნდა გაუძლო. ამ აქ მოთმინებაა საჭირო. და ამას რო გაუძლებ, მე გაივაკებს. როგორ ამბობს დავით გურამიშვილი, სწავლის ძირი მწარი არის. კენწეროში გატკბილდების. და ნახეთ როგორ ამბობს, ჭირს მყოფი, ხინში შესული, შვებად მიითვლივ ნებასავ. ანუ რაზე ლაპარაკი? აი აქ მოდიხარ, გაგიჭირდა. აი აქ ხარ. გაგიჭირდა. აქ ჭირი გაქვს. მაგრამ შენს თავს ძალას ატან და ადიხარ. და აი როდესაც უკვე აქ ახვალ. აი ჭირს მყოფი, აქ მყოფილ, ხინში შესული, აი უკვე აქ რო ამოხვედი.
იმას რო აქ შრომობდი, ამას შვებად მიითვლი და მართლაც აი ამ შრომის შედეგებს მოიმკი. ისე რომ ტყუილად არ მოვა არც წარმატება, არც ბედნიერება, როგორც მინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, ესე თვალახვეული კი არ დადის და ვიღაცა შეხვდება და ვიღაცას არ შეხვდება, ან წარმატება. ყველაფერი არის შრომის შედეგი. ესეთი გამოთქმა ხო არის? ქარის მოტანილსო, ისევ ქარი წაიღებსო. თუ ისე ჩვენგან უშრომელად ჩვენ რაიმე მივიღეთ, იცოდეთ, რომ იმის ანაზღაურება აუცილებლად მოგიწევს რაღაცით. და რომ იშრომებ, აი ამას ექნება მიზანიც, აზრიც და გემოც ექნება. შენი შრომის ნაყოფებს რომ მოიწევ. სხვის ნაშრომს რომ შენ მოიპოვებ უშრომელად, იმას გემო არ ექნება, იმას შენთვის ფასი და აზრი არ ექნება. მაგრამ თუ გაირჯება ადამიანი და იშრომებს და რაღაცას თვითონ შექმნის, არა, იმას ექნება დანიშნულებაც და ექნება გემოც. რომელიც საქმეც ადამიანს უკვე კეთილ შედეგებს მოუტანს და გაახარებს. ეხლა შეხედეთ, მე რო საუბარი დავიწყე, ხო უფრო დიდი იყო ეს სანთელი. ლელა იწება. ეს ბოლომდე ჩაიწება. მაგრამ ეს რომ ჩაიწება, ჩვენ ვიტყვით, რომ აი ამ სანთლის არსებობას აზრი ქონდა. იმიტომ რომ დაიხარჯა, გესმით? დაუშვათ თუ ავიღებთ რომელიმე სანთელს, რომელსაც მისი არსებობის მანძილზე არავინ არ აანთებს, აი ხო ყოფილა შემთხვევა, რომ სანთელი მზეზე დარჩენია ადამიანს და დამდნარა და აღარ გამომდგარა ის როგორც სანთელი. ესე იგი ის როგორც სანთელი ვერ შედგა, ხო მართალი? ადამიანიც ესე, თუ არ გაირჯება სხვისთვის, ის საბოლოო ჯამში მაინც აღარ იქნება. მაგრამ ღირს ეგეთი სანთლის არსებობა, რომელიც არ აინთება და არ გაათბობს და არ გაანათებს, ხო არ ღირს? გინდა ყოფილა, გინდა არ. ადამიანიც ეგრეა და მოდი ახლა ჩვენ რა ვქნათ, იცი? პატარა მაგრამ მაგას ნუ გააფუჭებ, ეგ სანთელი. ეგრე აკრიფე და საქენი მოაგროვე ერთად და გაუფრთხილდი. ბავშვებო, ეცადეთ რომ სიწმინდეებს გაუფრთხილდეთ, ეს სათამაშოდ არ გამოიყენოთ არასოდეს. მოდი რა ვქნათ, იცი? უფრო კარგად რომ დაგვამახსოვრდეთ ის რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ცოტა ხნით შუქი ჩააქრეთ და შევხედოთ აბა ჩვენს თავებს ესე ჩამქრალში. 90-იანები გავიხსენოთ. აჰა. ეხლა მარტო ერთი სანთელი ანთებს. მოდი რა ვქნათ, იცი? ყველა ერთმანეთისგან გადაუკიდოთ, აბა. ნახოთ რა გამოვა. ნახოთ, აბა თქვენ იქით გაავრცელეთ. ო, ანთებ, აბა მიდი გაავრცელეთ იქით, თქვენ აქეთ გაავრცელეთ. ავან დეცადეთ რომ ერთმანეთი არ დაწვათ. აბა მოდი ავანთოთ რომ კარგად დაგვამახსოვრდეს, ესე იგი. შეგვიძლია ხოლამაზად არის. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ. აი მოიცადე ყველა მანთოს და მერე გავაგრძელოთ. ეხლა მე მაქვს თქვენთან ერთი ასეთი შეკითხვა. ბავშვებო. სანამ აი ამ სანთლებს ჩვენ ავანთებდით. ვინმეს რომ შემოეხედა, მაშინ უფრო ლამაზად ვისხედი თუ ეხლა? აი ეს განათებული, ხო უფრო რაღაცა სხვანაირი სანახავი. ეხლა რატო ვამბობ, იცით? მაგალითად, აი ტირძნისიდან არიან ბავშვები ჩამოსულები. თქვენ სოფელში იქნებით აი ესე ანთებული, როგორც არის ეს სანთელი, თქვენ სოფელში რო ადამიანი შემოიხედავს, იტყვის, რომ აი როგორი დიდებული სოფელი.
გესმით? ანთებულს რას ვამბობ, იცი? ხო ჩვენ ხო თქვით, რომ ეს ანთელი რომ ანათებს, ესთან იხარჯება, ხო იმხელა ხო აღარ არის? ეგ თქვენი სანთლების ნელ-ნელა დაიხარჯება. თქვენ თუ ეცდებით, რომ სხვისთვის რაღაც გაიღოთ, ესე იგი თქვენ მაშინ ანთი ხართ, ანთებული ხართ. და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ იქ სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ვეცდებით, რომ სხვისთვის რაღაცა გავაკეთოთ, აი ამ ანთებულ სანთელს დავემსგავსებით. და რაც უფრო მეტი იქნება ესეთი ანთებული სანთელი, თქვენი სახით, აი თქვენნაირი ადამიანების სახით, რომელიც როგორც თქვით, ყველაფერს გამოიყენებს იმისთვის, რომ სხვა სარგებელი მოუტანოს, აი ეს და მთელი საქართველო თუ ესე იქნება, აი ესეთი ლამაზი სანახავი იქნება. თუ არ და ის ჩამქრალი ხო არ იყო ლამაზი სანახავი. რა უდავით? მას სანთელი იმიტომ პატარავდებაო, ჩაცხლია კიდება დადის, დაბლაჭადის და ეს ქრება. ხო და იმიტომ პატარავდება, რომ აი ეს ცვილი რაც იხარჯება, ეგ ჭირდება იმ ცეცხლს. და ჩვენ შემთხვევაშიც ჩვენი უნარები, შესაძლებლობები, ჩვენი ენერგია ჭირდება იმას, რომ სხვისთვის დავიხარჯოთ, გესმით? თუ არ დაიღალე, თუ არ შეგცივდა ვინმესთვის, თუ არ მოგშივდა, თუ არ გაისარჯე, შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ანუ შენ თუ არ დაიხარჯე, სხვას ვერაფერს სარგებელს ვერ მოუტან. ისევე როგორც ეს სანთელი თუ არ დაიხარჯა, მაშინვე ჩაქრებ. ეხლა აი ამ სანთელმა რომ გადაწყვიტოს, რომ მე აღარ მინდა რომ დავიხარჯო, აღარ გასცეს ის ცვილი, რაც იწება, იმ წუთში ჩაქრებ. გესმით? ჩვენც მანამდე ვართ ანთებული, ვიდრე გვაქვს სურვილი სხვისთვის რაღაცა გავიღოთ. ეხლა დამთავრდა 90-იანი წლები, აანთეთ შუქი. ბავშვებო, ეს სანთლები ეხლა ჩააქრეთ, ოღონდ ამით არ ითამაშოთ და სახლში რომ მიხვალთ, აანთეთ და უფალს შესთხოვეთ, რომ აი ამ სანთლებივით ვენთოთ ჩვენ თითოეულ. გესმით? მოდი ახლა ერთი რაღაც ვნახოთ და ჩვენ ამის შემდეგ ისევ გავაგრძელოთ საუბარი. ამდენი წუთი იყო? 22 ახლა დაპაუზებული. ეს გააჩერება. იმპერატორი დეციუსის მეფობის დროს ანტიოქიაში ცხოვრობდა ცნობილი მოგვიდა ჯადოქარი სახელად კვიპრიანე. უსჯულო მშობლებმა კვიპრიანე ბავშვობიდან წარმართული ღმერთის მსახურად განაწესეს. იქ კვიპრიანემ ყველა ეშმაკისეული საიდუმლო და მსახურობა შეისწავლა. ბავშვებო, ეს არის ამბავი, რომელსაც ახლა რომელიც უკავშირდება ერთ-ერთ წმინდანს, რომელიც თავდაპირველად იყო ეშმაკის მსახური. მან ძალიან ბევრი რამე იცოდა, მაგრამ ამ ყველაფერს საბოროტოდ იყენებდა. მაგრამ მე როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, ზუსტად ამაზეა და მოდი შვიდად ვიყოთ, რომ ეს საუბარი მოვისმინოთ და გავიგოთ რაც ახალ. იმპერატორი დეციუსის მეფობის დროს ანტიოქიაში ცხოვრობდა ცნობილი მოგვიდა ჯადოქარი სახელად კვიპრიანე. უსჯულო მშობლებმა კვიპრიანე ბავშვობიდან წარმართული ღმერთის მსახურად განაწესეს. იქ კვიპრიანემ ყველა ეშმაკისეული საიდუმლო და მსახურობა შეისწავლა. ჯოჯოხეთის თავადმა ყველას წინაშე ასე მიმართა კვიპრიანეს. აი ახალი იამბრე, ვინც ყოველთვის მზადაა მორჩილებისთვის,
და ჩვენთან ურთიერთობის ღირსია. სხეულიდან გასვლის შემდეგ თავადი გახდები. ახლა კი ყველაფერში დაგეხმარები და მოსამსახურებლად ეშმაკთა ლაშქარს გიბოძავ. კვიპრიანემ მრავალი ადამიანი შეეცდინა. საწამლავებითა და ჯადოქრობით დაღუპა. ხოლო უფალმა, ვინაიდან არასურს ცოდვილის დაღუპვა, თავისი გამოუთქმელი მოწყალებით ინება ამ დაღუპული კაცის გადარჩენა. იმ დროს იქვე ცხოვრობდა ერთი ქალწული სახელად იუსტინა. იგი იესო ქრისტეს გულმოდგინე ლოცვებით, ქალწულებითა და უბიწოებით, მარხვით და დიდი თავშეკავებით ემსახურებოდა. ამ დროს ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი ჭაბუკი, სახელად აღლაიდი, მდიდარი და წარჩინებული მშობლების შვილი. ერთხელ მან ეკლესიაში მიმავალი იუსტინა დაინახა და მისი სილამაზით განცვიფრდა. ეშმაკმა მას გულში ბოროტის რახვები ჩააგონა. აღლაიდი ყველა ხერხით ცდილობდა იუსტინას გულის მოგებას და ცოლად გაყოლას თხოვდა. იუსტინამ უპასუხა, რომ ქრისტეს ემსახურებოდა და სიწმინდეს მისთვის იმარხავდა. ეშმაკის ჩაგონებით აღლაიდმა ქალწულის მოტაცება გადაწყვიტა. აღლაიდი იუსტინას ძალით წაყვანას შეეცადა. იუსტინას ყვირილზე მეზობლებმა იგი მოტაცებისგან გადაარჩინეს. შერცხვენილი აღლაიდი ჯადოქარ კვიპრიანესთან მივიდა და შეწევნას თხოვა. კვიპრიანემ დახმარება აღუთქვა და გარეთ დაცდას თხოვა. თვითონ კი უწმინდური სული გამოიძახა. ეშმაკმა სიამაყით განუცხადა. მე მრავალი უბიწოს სიძვაში ჩამიგდია. აიღეს ჭურჭელი და იმ ჭაბუკს მიეცი. ასხუროს იუსტინას სახლს. კვიპრიანემ აღლაიდი ეშმაკის ჭურჭლით იუსტინას სახლის სასხურებლად გააგზავნა. იუსტინას სახლში სიძვის ეშმაკი შევიდა. როდესაც იუსტინა შუაღამისას ლოცვად დადგა, მოულოდნელად შეიგრძნო მღელვარებას სხეულში და ამასთანავე უკეთური აზრები ებადებოდა. იუსტინა მიხვდა, რომ მასში ეს ბრძოლა ეშმაკისგან აღიძრა. მან მაშინვე ჯვარი გამოისახა და მხურვალე ლოცვით ღმერთს შეევედრა. გულმოდგინე ლოცვის შემდეგ იუსტინას სულსა და სხეულში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა.
მან ღმერთი განადიდა და ძლევის საგალობელი იკავება. ეშმაკი კვიბრიანესთან დაბრუნდა და უთხრა, რომ ვერაფერს მიაღწია. კვიბრიანემ უფრო მძვინვარე ეშმაკს უხმო და იუსტინას შესაცდენად გააგზავნა. იუსტინა მხურვალე ლოცვით აღიჭურვა და სხეულს მოთმინებით და მარხვით თრკუნავდა. მან ამგვარად ეშმაკი დაამარცხა და შერცხვენილი განდევნა. მაშინ კვიბრიანემ ეშმაკთა ერთ-ერთი თავადი იხმო და დახმარებას თხოვა. ეშმაკმა კვიბრიანე დააიმედა. ბავშვებო, თან მინდა გითხრათ, რომ ეს რასაც უყურებთ, არ არის არც უბრალო მულტფილმი რაღაც, ეს არის რეალური ამბავი, რომელიც უბრალოდ საბავშვო ენაზე გასაგებად ანიმაცია არის გაკეთებული. ქალის სახე მიიღო და იუსტინასთან მივიდა. ეშმაკმა ქალწულს საუბარი დაუწყო. თითქოს მისი სათნო ცხოვრებისა და უბიწოების მიბაძვა სურდა. მაგრამ იუსტინამ იცნო ცბიერი მაცდუნებელი ეშმაკი. მაშინვე ჯვარი გამოისახა და გული ქრისტესადმი მიმართა. ეშმაკი იმ წამსვე გაუჩინარდა. დიდი მწუხარებით დაბრუნდა კვიბრიანესთან ეშმაკთა თავადი. განცვიფრებულმა კვიბრიანემ ჰკითხა ეშმაკს. მითხარი, რა იარაღით იბრძვის ის თქვენს წინააღმდეგ? ეშმაკმა უხალისოდ აღიარა. ჩვენ არ შეგვიძლია ჯვარს თვალი გავუსოროთ, ვინაიდან ცეცხლივით გვწვავს. კვიბრიანე ეშმაკს განურისხდა. ესაა თქვენი ძალა, რომ უსუსური ქალწულიც კი გამარცხებთ. ეშმაკს კვიბრიანეს დამშვიდება სურდა. იუსტინას სახე მიიღო და აღლაითთან მივიდა. გახარებულმა აღლაიდმა შესძახა. მშვენიერო იუსტინა, რა კარგია რომ ჩემთან მოხვედი. ეშმაკმა იუსტინას სახელის ხსენებაც კი ვერ აიტანა და მაშინვე გაუჩინარდა. ყმაწვილს ძალიან შეეშინდა. კვიბრიანესთან მივიდა და ყველაფერი უამბო. კვიბრიანემ მას ჯადოქრობით ჩიტის სახე მიაღებინა და იუსტინას სახლში გააგზავნა. იუსტინას დანახვაზე აღლაიდმა ჩიტის მოჩვენებითი სახე დაკარგა და ძირს ჩამოვარდნილი კინაღამ სასიკვდილოდ დაშავდა. კვიბრიანემ თავისი ჯადოქრობის იმედით თვითონ გადაწყვიტა იუსტინასთან მისვლა. მან ქალის სახე მიიღო, მაგრამ იუსტინას სახლის კარებთან მისვლამდე მოჩვენებითი სახე დაკარგა და უკან დამწუხრებული დაბრუნდა. ღვთის დაშვებით კვიბრიანემ დიდი შერცხვენის გამო შური იძია და მთელს ქალაქს დაატეხა განსაცდელი. ცხოველებს წყლულები გაუჩნდათ. ადამიანებს კი სნეულება შეეყარათ. ეშმაკის ძალისხმევით ხმა გავრცელდა, რომ კვიბრიანე ქალაქს იუსტინას წინააღმდეგობის გამო სჯიდა. ქალაქის მაცხოვრებლები მივიდნენ იუსტინასთან
და აიძულებდნენ, რომ აღარ დაემწუხრებინა კვიპრიანე და ცოლად გაახოლოდა აღლაიც. იუსტინამ ხურვალედ შეევედრა ღმერთს და მაშინვე ეშმაკის მიერ მოწევნილი ყველა განსაცდელი შეწყდა. ასეთი ცვლილების შემდეგ ხალხმა ქრისტეს ქება დიდება დაიწყო, ხოლო კვიპრიანესა და მის ჯადოქრობას დასცინოდნენ. იგი სირცხვილისგან ხალხში ვეღარ ჩნდებოდა. კვიპრიანე გონს მოეგო და ეშმაკს განურისხდა. მე ახლა შევიცანი შენი უსუსურობა, რადგან თუ ჯვრის აჩრდილისაც კი გეშინია და მხოლოდ ქრისტეს სახელის ხსენებაზეც ძრწი, მაშინ როცა თვით ქრისტეს იხილავ, რაღაც იზამ. განმეშორე, მე ქრისტიანებს უნდა შევევედრო, რომ შემიწყალო. ეშმაკმა ეს რომ გაიგონა, კვიპრიანეს ეკვეთა და აღრჩობდა. კვიპრიანეს წმინდა ჯვარი გაახსენდა და წამოიძახა. იუსტინას ღმერთო, შემეციე. პირჯვარი გამოისახა თუ არა, ეშმაკი იმ წამსვე გასხლტა მისგან და მოშორებით დადგა. ბოლოს დაიღრიალა და განეშორა. კვიპრიანე თავისი წიგნებით ეპისკოპოს ანთიმოსთან მივიდა და ფეხებში ჩაუვარდა. ევედრებოდა, რომ მასზე ნათლობის წმინდა საიდუმლო აღესრულებინა. ეპისკოპოს ეჭვი შეეპარა კვიპრიანეს გულახდილობაში და ნათლობაზე არ დათანხმდა. მაშინ კვიპრიანემ ეპისკოპოსის წინაშე ყველაფერი ცრემლით აღიარა და თავისი წიგნები დასაწვავად მისცა. მისი სიმდაბლე რომ იხილა, ეპისკოპოსმა ნათლობისთვის მომზადება უბრძანა. საგრძნეულო წიგნები კი მორწმუნეთა თვალწინ დაწყა. კვიპრიანე თავისი ცოდვების გამუტიროდა და ღმერთს უსჯულოებათა პატიებას სთხოვდა. მეორე დღეს იგი ეკლესიაში მივიდა და როდესაც დიაკონმა კათაკმევლებს გარეთ გასვლა უბრძანა, კვიპრიანეს გასვლა არ სურდა და დიაკონს ასე მიმართა. ცოცხალია ქრისტე, ჩემი ღმერთი, რომელმაც ეშმაკისგან გამომიხსნა. ქალწული იუსტინა წმინდად დაიცვა და მე შემიწყალა. ეკლესიიდან ვერ გამაგდებ, სანამ ჭეშმარიტი ქრისტიანი არ გავხდები. ეპისკოპოსმა ასეთი გულმოდგინება და სარწმუნოებისადმი ერთგულება რომ დაინახა, კვიპრიანე დაუყოვნებლივ მონათლა. ეპისკოპოსმა კვიპრიანე ერთ წელიწადში მღვდლად აკურთხა. კვიპრიანე ყოველდღიურად უმატებდა მოღვაწეობას და გამუდმებით ტიროდა ძველი, ბოროტი საქმეების გამო. მალე კვიპრიანე ეპისკოპოსად დაადგინეს და ამ ხარისხში ისეთ წმინდა ცხოვრებას ეწეოდა, რომ მრავალ დიდ წმინდანს გაუტოლდა. ეშმაკი კვიპრიანეს საქმეებს რომ ხედავდა, წარმართები აღძრა. მმართველის წინაშე დაესმინათ კვიპრიანე, რომ მან მათი ღმერთები შეარცხვინა. მმართველმა კვიპრიანეს და იუსტინას დაპატიმრება ბრძანა. სასამართლოზე კვიპრიანემ მმართველს თავისი გაქრისტიანების შესახებ უამბო. მმართველი ტანჯვაწამებით ცდილობდა კვიპრიანესა და იუსტინას კერპთაყვანის მცემლობაში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. ისინი გამუდმებით უფალს აღიარებდნენ და ადიდებდნენ. მმართველმა ბრძანა ისინი მდუღარე ქვაბში ჩაეყარათ. მოწამეები ღმერთის დიდებას ქვაბშიც ისევ უვნებლად განაგრძობდნენ. ამის შემხედვარე კერპთა ქურუმმა თქვა, ღმერთი ასკლეპიოსის სახელით მეც ცეცხლში ჩავხტები და ამ ჯადოქრებს შევარცხვებ. ცეცხლის შეხებისთანავე ქურუმმა სული განუტევა. ამის შემხედვარე მმართველი შეშინდა და მოწამეები ნიკომიდიაში მმართველ კლავდიუსთან გააგზავნა.
კლავდიუსმა მათთვის თავების მოკვეთა ბრძანა. მათი უდანაშაულოდ დასჯის შემყურე, ვინმე თეოქთისტემ, თავი ქრისტიანად აღიარა. მასაც იმ წამსვე თავი მოაკვეთეს. ასე მიაბარეს მათ ღმერთს თავიანთი სულები. და მათი ლოცვით ღმერთმა ჩვენი ხორციელი და სულიერი სნეულებებიც განკურნოს. ამინ. ბავშვებო, აი თქვენ ნახეთ განათლებულ ადამიანს ის გოგონა იუსტინა იყო სწორედ განათლებული ღვთისმადლით და მას ვერაფერი ვერ უყვეს. რამდენი რამ სატანჯველი დაატეხეს თავს, რამდენი ცდუნება იყო, მაგრამ ნახეთ როგორ გაუძლო თავისი ლოცვით, თავისი მარხვით, წმენით, ჯვრის გამოსახვით და ქრისტესადმი ერთგულებით. იმიტომ რომ იყო ქრისტიანი. თქვენც ხართ ქრისტიანები. რა საცდურიც არ უნდა იყოს, თქვენც უნდა ეცადოთ, რომ ქრისტეს უერთგულოთ. ქრისტეს როგორ უერთგულებს ადამიანი? სანამ რაღაცას იტყვის, სანამ რაღაცას მოიმოქმედებს, უნდა გაიხსენოს, რომ ეს ღვთის წინაშე მოსაწონი იქნება თუ არა. ეს ქრისტეს მოეწონება თუ არ მოეწონება. ესმით? ეგ უნდა იფიქროს ადამიანი. ეხლა რადგან აქ ორი შეკითხვა, დიდი შინაარსის შემცველი კი ვერაფერი, მაგრამ მაინც რადგან გაისარჯეთ და დაწერეთ, მოგახსენებთ. რამდენი შვილი გყავთო? ძალიან რთული შეკითხვაა, მაგრამ მაინც გიპასუხებ. მე როგორც მამას 4 შვილი მყავს. როგორც სასულიერო პირს არ დამითვლიან. ბევრი. როგორც მასწავლებელს, ეგეც ბევრი. ერთი რამე მინდა გთხოვოთ, ესე იგი, აი ჩვენ სასულიერო პირები, მასწავლებლები ასევე, აი ქალბატონები ბრძანდებიან. ჩვენს მოსწავლეებს თუ ჩვენს მრევლს ვუყურებთ ისე როგორც შვილებს. მათი სიხარული ჩვენ გვახარებს. მათი მწუხარება და განსაცდელი ჩვენს გვამწუხრებს. ამიტომ აი სანამ რაღაცას მოიმოქმედებ, თუ გიყვარს შენი მასწავლებელი და შენი მოძღვარი, იფიქრე იმაზე, რომ შენ ამითი მას გაახარებ თუ დაამწუხრებ. და თუ ესე შეიყვარებ შენ მასწავლებელს თუ მოძღვარს, ამითი ნელ-ნელა შეძლებ, რომ ქრისტე შეიყვარო. და მერე უკვე იმაზე იფიქრო, შენ ამ საქციელით მას გაახარებ თუ დაამწუხრებ. და ეს ბევრ რამეს ასწავლის ადამიანს. რამდენი წლის ხართო? 39 წლის. ეხლა ავდგეთ და ვილოცოთ.